და ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ, თქვენ ხშირად ამბობთ ხოლმე, რომ მინდა რომ მოისმინოს ახალგაზრდებმა ის რაც ხდება ახლა საგამოძიებო კომისიის სხდომების მსვლელობისას. როგორ ფიქრობთ, მიმდინარეობს იყო ისეთი საკმაოდ რეზონანსული სხდომები, ხომ? მიდის იმ ადრესატამდე, ვიზეც თქვენ გულისხმობთ ხოლმე, რომ აი მეც მომისმენია, რომ მე იმ დროს არ ვიყავი, პატარა ვიყავი და არ ვიცი რა ხდებოდა. აი ასეთ ადამიანებთან როგორ ფიქრობთ, რამდენად იმოქმედა უკვე აი ამ კომისიის სხდომებმა? მე ვერ გეტყვით ამის მონიტორინგი, რა თქმა უნდა, არც ჩემი საქმეა და მიჭირს კიდეც კომისიის პარალელურად ეს ვაკეთო, მაგრამ მე მგონი, რომ ახალგაზრდების გარკვეულ ნაწილში ამან ინტერესი გამოიწვია. რასაკვირველია, ისინი თავიანთი გრაფიკი აქვთ ყოველდღიური და ვერავინ ვერ მოიცლის იმისთვის, რომ საათობით კომისიას უსმინოს. მით უმეტეს თუ სტუდენტია, მაგრამ კარგი ის არის, რომ ამ კომისიის ვიდეო ჩანაწერები ღია წყაროებში იქნება, ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს. ასევე კარგი ისიც არის, რომ დღემდე არ არსებობს ერთ დოკუმენტში თავმოყრილი ყველაფერი თუ რა ხდებოდა 2003-2012 წლებში ჩვენს ქვეყანაში. ეს დოკუმენტი წელს იარსებებს კომისიის დასკვნის შედეგად და ეს დასკვნაც იქნება ხელმისაწვდომი. მე ცხოვრება ისეთი რაღაც ყოფილა, ეს მეც არ ვიცოდი ახალგაზრდა როცა ვიყავი, რომ თურმე მე ასაკი გემატება და აღარც ისეთი ცერცეტი ხარ, როგორც გინდოდა რომ ყოფილიყავი. შესაბამისად, მათაც იგივე დაემართება, თუნდაც არ უნდათ, რომ ჩვენიერ დღეს ისინიც იქნებიან 50 და 60 და 70 წლის. და ეს ისეთი რამეა, რომ მე იძულებული ხარ რაღაცები წაიკითხო. აი მაგალითისთვის მე არ ვიცი დღეს რომ მე დამჭირდეს ჩემ ასაკში ერთი ცალი წიგნები არის, კვლევები არის, რასაკვირველია, მაგრამ აი ერთი სადღაც თავმოყრილი დოკუმენტი ავიღო და მოცალეობის ჟამს წავიკითხო, რა ხდებოდა, ვთქვათ 87-8 წლიდან 2003 წლამდე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუციამდე. არის ეს ერთ დოკუმენტად სადმე თავმოყრილი, არ ვიცი. შეიძლება არის და მე არ ვიცი, მაგრამ არ ამგონია. აი მე მაგალითად დამაინტერესებდა, ამიტომ დღეს არა ხვალ ამის თქმა მინდა. თუ თავს დანგონია, რომ თავს ტყილად ვიმხნევებ, დადგება დრო, რომ დღევანდელი ახალგაზრდა დაინტერესდება ამ დოკუმენტით და ამ დასკვნაში იქნება თავებად კვლევობები, წამება არაადამიანური მოპყრობა, მედიის თავისუფლების დარღვევა, ქონების ჩამორთმევის და ბიზნესის რეკეტის თემები, ომის თემა და ის, ვინც ამას წაიკითხავს, პირად ცხოვრებაში ჩარევა, უხეში ფაქტები, ვინც ამას წაიკითხავს, სრული სურათი შეექმნება, რა ხდებოდა იმ დროს. იყო სააკაშვილი, ერის მამა, წაიკითხავს დასკვნას და იტყვის. ეს ერის მამა კი არა, ჩვეულებრივი არ ვიტყვის სიტყვებს ყოფილა, მაგრამ ამას იტყვის ნამდვილად და ეს არის ამ დასკვნის მთავარი ერთ-ერთი მიზანი. გარდა იმისა, რომ ასეთი სააკაშვილები აღარ უნდა დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ. მადლობა და ბოდიში რომ ბევრი დრო არა, პირიქით. მადლობა თია წულუკიანს, პარლამენტის ვიცე-სპიკერს და საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს.